იფიცება საქართველოს მასშტაბურ გამაფრთხილებელ პროტესტში ერთობიან რეგიონებით. შიდა ქართლში გაიფიცა მსხვილი და საშუალო ბიზნესი ამ ფორმით არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ხალხი ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. გიორგი ახალკაცი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ გიორგი. კეთი, დედაქალაქის მსგავსად საპროტესტო მუხტი საკმაოდ მძლავრია რეგიონებშიც, ბუნებრივია ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიურობს შიდა ქართლი რეგიონის 4-ვე მუნიციპალიტეტში დღეს მოქალაქეები არიან გაფიცულები, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები 3 საათიდან მუშაობას აჩერებენ და ისინი 6 საათამდე ამ ფორმით გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. მასშტაბურ აქციაში ერთვება როგორც მსხვილი ასევე საშუალო ბიზნესი, რესტორნები, კაფე-ბარები, მობილური სერვისები და ასე შემდეგ. საკმაოდ მრავალფეროვანი არის, შეიძლება ითქვას, ეს საპროტესტო გაფიცვა. მოქალაქეების ნაწილი გორში, რომლებიც დღეს გაიფიცნენ, ახლა იკრიბებიან ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის ეზოში და ისინი ერთმანეთს უზიარებენ იმ პროტესტს, რაც აქვთ მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში დავიწყებთ აქ შეკრებილ ადამიანებთან საუბარს. სამოქალაქო აქტივისტი, ადგილობრივი მცხოვრები საბა გაბისკერია იმყოფება ჩემთან ერთად. საბა, გითხარი რა არის თქვენი სათქმელი? პირადად თქვენ რა არის მიზეზი, რაც იწვევს თქვენში პროტესტს, რის გამოც დაიგეგმავს საკმაოდ მასშტაბური აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ჩვენ აქამდე არ გვახსოვს? რეალურად მსოფლიოსა და ევროპაში გაფიცვის მრავალი ფორმები არსებობს და ეს გაფიცვა არის პოლიტიკური აქტის გაფიცვა. აქ დღევანდელ გაფიცვაზე იფიცება როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნით, ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. დღევანდელი აქტით ის პროცესები, რაც უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბა და დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როცა სამოქალაქო საზოგადოება მივიდა იმ ნორმამდე, რომ მოახდინოს საყოველთაო გაფიცვა. ოღონდ ეს საყოველთაო გაფიცვა არ ეხება დამსაქმებელსა და დასაქმებელშობლის დავას, ეს ეხება პოლიტიკურ აქტს, ეს ეხება იმ მნიშვნელოვან ორ მოთხოვნას, რასაც ამდენი ხანია უკვე ქართველი საზოგადოება ვაჟღერებთ. ძალიან დიდი მადლობა. მე გავესაუბრები კიდევ ერთ ადგილობრივ ცხოვრებს. ლადო მიხანაშვილი იმყოფება რესტო-ბარის ეზოში, სხვა მოქალაქეებთან ერთად. პირადად თქვენი სათქმელი რა არის? ლადო, რატომ მოერთდებით ამ პროტესტს? თუ ვინმე ეგონა, რომ 37 წელი იყო შორს, უკვე დააყენა ქართულმა ოცნებამ 37 წელი საქართველოში, მიმდინარეობს ადამიანების ცემა შუა ქუჩაში, სახლებში, მზისით, დღისით და ეს არის ყოველად მიუღებელი. ამიტომ ყველანი უნდა გამოვიდეთ, ყველანმა ხმა უნდა ამოვიღოთ, გავიფიცოთ და უთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი და უნდა წავიდეს სახში. ლადო, როგორ ფიქრობთ, გამოიღებს შედეგს პროტესტი, რომელიც უკვე გრძელდება კვირების განმავლობაში, არის საკმაოდ მძლავრი და ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს მთელი ქვეყანა მოიცვა, ვინაიდან ასეთი მასშტაბური გაფიცვა საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს? შედეგი აუცილებლად გამოიღებს მიზანს, უпростоრად შედეგს მივახცევთ. ხალხის გამოსვლა ესეთი მასშტაბური გაფიცვა საქართველოს ისტორიას მართლა არ ახსოვს და ამიტომ ჩვენ ყოველთვის ქართველი ერი მიაღწევს იმ მიზანს, თუ ერთად დავდგებით. ამიტომ ერთად დგომა არის აუცილებელი და ჩვენ მიზანს აუცილებლად მივახცევთ. ძალიან დიდი მადლობა. ლადო მიხანაშვილს უსმენდა მთავარი არხის მაყურებელი, როგორც გითხარით, ამ პროტესტს უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და აი მოქალაქეების ნაწილი ახლა, რომლებიც გაფიცულები არიან, შეკრებილები არიან ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის ეზოში. სოსო ბაბაევი იმყოფება ახლა ჩემთან ერთად, რომელიც ასევე გაფიცული არის მისი კომერციული ობიექტი. სოსო, თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში? პირადად თქვენ რისი თქმა გინდათ აი ამ აქტით? კი, პირადად მე ვგმობ ძალადობას, მე გავხდი მსხვერპლი ამ ომონელების არაერთი მცდელობა ქონდა ჩემი დისკრედიტაციის, ცემის და დაკავების. მე ვგმობ ძალადობას, ნახეთ ალბათ პარტია, ოპოზიციური პარტია
საქართველოსთვის გახარი გიორგი გახარიასზე თავდასხმა, ნახეთ ძალადობა პოლიტიკურ ლიდერებზე, სხვადასხვა ლიდერებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობდა და ერთ გუნდში იყო გიორგი გახარია და მრავალჯერ ალბათ დაულევიათ სადღეგრძელო მეგობრობის, მრავალჯერ ალბათ ერთმანეთს შეპირებიან მეგობრობას, ერთგულებას და უბრალოდ თანამოქალაქეობას, ხო? ამათმა აიღეს და მაინც ხელი აწიეს ამ ადამიანზე და ესე სასტიკად სახალხოდ გაუსწორდნენ რამოდენიმე ადამიანი, ხო? ეს ხო სამარცხვინო ფაქტია. მე პირადად მინდა უთხრა ამ ქართულ ჭყალებში ქართულ ოცნებას რა ამოფარებულს ეკლესიას ამოფარებულს ამ ქართულ ტრადიციებს ესენი არიან უსამშობლო უეკლესიო და ამორალური ხალხი ნახეთ ალბათ ზარქუა თავის ბოიფრენდთან ერთად იმაში სასტუმროში და როგორ ძალადობდა და როგორ მოკლედ ესენი არიან რუსული რეჟიმი რომლებიც აუცილებლად უნდა დასრულდნენ ამოფარებული ეკლესიას ამოფარებული ამ ვითომ ქართულ ტრადიციებს ესენი არიან უტრადიციო ხალხი სოსო მე კიდევ ერთხელ მინდა კითხოთ თქვენს რამდენად ექნება შედეგი ამ პროტესტს იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ რეჟიმი გადასული არის ძალადობაზე მათ შორის არინდობენ მათ ყოფილ თანაგუნდელებს თქვენც ახსენებთ რომ გიორგი გახარიას გაუსწორდნენ გუშინ ბათუმში სასტიკად თქვენც გახდით ძალადობის მსხვერპლი და ისინი ამბობენ რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ შეინარჩუნონ ხელისუფლების სადავეები რა გეგმა გაქვთ მოქალაქეებს აი რას დაუპირისპირებთ იმ ძალადობას და სისასტიკეთს რაცაც ჩვენ ხედავთ რეჟიმის. აგერ ხედავთ ამ პატარა ქალაქში რამდენი ადამიანი შევიკრიბეთ. შეიძლება არა ვართ ძალიან ბევრი, მაგრამ ვინც ვართ, ხო? აი პატრიოტი ხალხი. აი ჩვენ ვერ მოგვერევიათ. აქ რო ორი ადამიანიც ვიდგეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ ძალადობა, გავაპროტესტოთ ტყვეობა, ჩვენი გმირი ბიჭების ტყვეობა, ხო? გორიდან, შიდა ქართლიდან ვებხვია კასრაძეა დაკავებული. ადამიანი პატრიოტი ადამიანი, მებრძოლი, ხუთი შვილის მამა, ომის ვეტერანი დააკავეს სამშობლოს სიყვარულის გამო. აი რაღაცა უნდა ვილაპარაკოთ. ქართული დროშის გამო დააკავეს ქართველი პატრიოტები, დროშა რო ეკეთათ და მეტროებში ძიეს და დააკავეს, ხო? ეს რეპრესიები და ძალადობა აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. ამაყი, მებრძოლი და შეუპოვარი ხალხი აუცილებლად მიაღწევს იმ შედეგს, რომ ეს რუსები მოშორდებიან სანაგვეზე. მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, ამათ ძალიან ცოტა დრო დარჩათ და ესენი მაქსიმალურად ეხლა გამოაჩენენ თავს თავისი ძალადობით, თავისი ხეპრეობით, ესენი არიან ხეპრე ხალხი, კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი და ამათი კუნთების არავის არ ეშინია რა. და მოკითხვა პოლიტპატიმრებს, ყველა თვითონ პოლიტპატიმარს რუსეთის რეჟიმის ტყვეებს, მოკითხვა და გამძლეობა მალე გავათავისუფლებ. მადლობა, სოსო ბაბავემაც ახსენა რომ ვეფხია კასრაძე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანი არის რეჟიმის ტყვეებს შორის ის იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ლელოს წარმოადგენს ვეფხია კასრაძე და ლელოს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იმყოფება დღეს აქ. გითხარით რა არის თქვენი სათქმელი და რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს გამოგონილი ბრალდებით აკავებს. მოგახსენებთ რომ დღევანდელი აქცია ეს მარტო ჩვენი აქცია არ არის, ეს არის საქართველოს აქცია, რომელმაც უნდა აჩვენოს რუსულ მთავრობას რომ დღეს ამ აქციაზე არიან პატრიოტი ადამიანები. განსაკუთრებით ყურადღება მინდა მივაქციო და გავამახვილო პოლიტპატიმრებზე, როგორებიც არიან ძალიან ბევრი და მათ შორის განსაკუთრებით ყურადღება მისაღები არის ჩვენი რეგიონის ხუთი შვილის მამის, ომის ვეტერანის, ვეფხია კასრაძის ეს მტკივნეული მიმართულება, რომელსაც არაპატიეს საქართველოს სიყვარული, არაპატიეს დროშის წარება, არაპატიეს ერთგულება სამშობლოსი. მე მინდა რომ ამ აქციას შეუწეს მასიურად ყველა ის სკოლა იქნება, უმაღლესი სასწავლებელი იქნება, კერძო ბიზნესი იქნება, რამე თუ გავაგებინოთ რუს ხელისუფლებას, რომ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, არ ზავნებდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენი ბოლო გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთი განცხადებები კეთდება გორში, შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც როგორც გითხარით, უკვე 3 საათიდან დაწყებული არის გაფიცვა. სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები იფიცებიან და აი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენების მიმართ. ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომელიც რეჟიმს ამ დრომდე ყავს პოლიტიკურ ტყვეობაში.